საქალაქო სასამართლოში შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარეობს ახლობით 1 საათია ელისო კილაძის სასამართლოს ხდომა. ადვოკატები აცხადებენ, რომ ამ საქმეში კილაძის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს და ვერ დაუმტკიცებს პროკურატურა იმ ორ მძიმე ბრალდებას, რომელიც ელისო კილაძის წინააღმდეგ აქვს საყენებული, თუმცა აქ არის რამდენიმე საინტერესო დეტალი. სასამართლოს ხდომა დახურულია, შესაბამისად მედიის წარმომადგენლებს საზოგადოებას არ აქვს შესაძლებლობა თვალი ადევნონ, რომ მტკიცებულებებით შეიარაღებული არის პროკურატურა მისული. ხდომათა დარბაზში ერთ მნიშვნელოვან დეტალთან დაკავშირებით საუბრობენ ადვოკატები, ამბობენ, რომ მათ ბანკებიდან ამონაწერები წარადგინეს სასამართლოს ხდომაზე იმისთვის, რომ დაესაბუთებინათ ელისო კილაძისა და მისი ოჯახის წევრების ქონება, თუმცა პროკურატურა ამბობს, რომ ეს შუამდგომლობა დაცვის მხარის არ უნდა დაკმაყოფილდეს. დღეს გადაწყდება საქმე არსებითად განსახილველად გადაეცემა თუ არა სასამართლოს. ამ წუთებში მიმდინარეობს სასამართლოს ხდომა საქალაქო სასამართლოში. ყველაფერი ამ საქმეში მტკიცებულებები ყველას მიმართ გარდა ელისო კილაძისა და დაებიან რა ორ მუხლს ხო? ერთია თაღლითობა 180 მუხლით. თაღლითობა ნიშნავს, რომ ელისო კილაძეს უნდა მოეტყუებინა ვიღაცა და მოტყუების გზით დაუფლებოდა მის ქონებას ან ფულს. ასეთ შემთხვევაში არც ერთი მტკიცებულება არ არის. მეორე ბრალდება არის, რომ ელისო კილაძეს უნდა მიიღო უკანონო შემოსავლები კოლცენტრებიდან და ამ შემოსავლებით ფულის გათრება უნდა მოხდარო. ანუ შეეძინა ქონება. არც აქ არ არის არავითარი მტკიცებული. ადამიანები, ვინც ამბობენ, რომ მათ კოლცენტრები ჰქონდათ და აგუგუნებდნენ ამ ქარხანას, 2023 წლის შემდეგ უნდა ყოფილიყო შენაძენი. ელისოს რაც აქვს შეძენილი 2023 წლამდე აქვს. და მეორე წარმოდგენილია ყველა ფინანსური დოკუმენტი ამ ქონების შეძენასთან დაკავშირებით. არის ოფიციალური კანონიერი შემოსავლები. ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს დოკუმენტაცია და საბანკო ამონაწერები ელისო კილაძის ოჯახის ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით და აი ამის დაუშვებას ითხოვს ბრალდების მხარე. დადასტურება გვინდოდა ის, რომ ელისო კილაძის ბინები, რომელიც დაუყადაღეს, ანუ ინდივიდუალური ბინა თავისი შვილის, მეორე შვილისა, თავისი საკუთარი ბინა დაყადაღებულია და ჩვენ ვასაბუთებთ, რომ ელისო კილაძის ოჯახს ჰქონდა იმდენი შესაძლებლობა, რომ თითო ბინა იყიდა და არა ზოგიერთებივით რამოდენიმე უძრავი ქონება შეეძინა. ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შესახებ, ვინაიდან ისინი მოპოვებული არის საპროექტო კანონმდებლობის დარღვევით. ჩემი შეფასება არის, რომ ისინი იმ სტანდარტებს, რაც კოდექსით არის გაწერილი, არ აკმაყოფილებს. დღეს აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა მოვისმინოთ დაცვის მხარის პოზიცია და ველოდები, რომ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას თავისთავად. რაც შეეხება სხვა ეტაპებს, ასევე დღეს განხილული იქნება, უნდა გადაეცეს თუ არა საქმე არსებითად განსახილველად, ეს არის წინა სასამართლოს ხდომის განუყოფელი ნაწილი. ბუნებრივია, ბრალდების მხარის პოზიცია არის, რომ რა თქმა უნდა გადაეცეს არსებითად განსახილველად, ვინაიდან მტკიცებულებები, რაც ამ სტანდარტისთვის არის საჭირო, ჩვენ სახეზე გვაქვს, ამაზე გაცილებით მაღალი სტანდარტიც კი არის მტკიცებულებები. ის რომ ელისო კილაძის სასამართლო პროცესი დახურულია, მკითხვებს აჩენს საზოგადოებაში, რადგან ყველა საინტერესებს თუ მტკიცებულებები საქმის მასალებში აქვს პროკურატურას, რატომ არ ხსნიან სასამართლოს ხდომებს. ეს კითხვა რა თქმა უნდა დღეს პროკურორსაც დაუსვით ჟურნალისტებმა, თუმცა სახელმწიფო ბრალდება აცხადებს, რომ ამ საქმეში არიან მოწმეები, რომლებზეც შესაძლოა გავლენა მოახდინონ ბრალდებულება, მათ შორის ადამიანებმა, რომლებიც პასუხისგებაში მიცემული არიან, თუმცა საქართველოს დატოვებული აქვს დასახელება ოთარ ფარცხალაძის გვარი მიქაძეებთან დაკავშირებით ისაუბრა პროკურორმა, როგორც ჩანს ახლა ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით უფრო დიდი შიშები აქვს ქართული ოცნების ძალოვან უწყებას, ვიდრე წარსულში ჰქონდათ. როგორ შეიძლება კონფიდენციალური იყოს პირობითად კოლცენტრების საქმე, თუ ამ კოლცენტრებში ისევ თავის ხალხი არ არის გარეული, თუ ვიღაცაც ისევ თავისიან ხელს არ აფარებენ, თუ ეს ყველაფერი ისევ თავისიანთან ვიღაცასთან არ იყო შეთანხმებული. ან ესეა, რომ თვითონ იყვნენ ამ ამბავში გარეული და როცა მოუნდათ ეს ამბავი ამოატრიალეს, ან მეორე ამბავი არის, რომ მსგავსი საერთოდ არაფერი არ არსებობს. მე ვიცი ერთი რამ, რომ ძალიან საშიშია
დაგიხურონ საქმე, გამოგაცხადონ რაღაც კეთროვან ადამიანად და შენი არც სიმართლე და არც წყვილი არავინ არ იცოდეს. ახლა საქმე დახურეს, არც კი შეგუშვა სასამართლო პროცესი. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ ეს, რომ ნებისმიერ შეიძლება გაუკეთონ იგივე. ამ საქმეში უნდა დაიკითხონ ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ხასიათის ინფორმაციას იძლევიან და ძალიან ღირებული ინფორმაციას იმ პირების შესახებ, ვინც ამ საქმეშიც და მათ შორის ლილუაშვილის საქმეშიც არიან მოწმის სტატუსის მატარებლები. ეს ადამიანები ჩვენებას გვაძლევენ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებზე, რომლებიც სარგებლობდნენ გარკვეული გავლენებით. ხო, ზუსტად ამას ემსახურება ბრალის არსი და ფაბულაც ამას მოიცავს. შესაბამისად, ამ ადამიანებზე საკმაოდ დიდი საფრთხე არის იმის, მე მაქვს გონივრული მოლოდინი იმის, რომ თუ გამჟღავნდება ეს ადამიანები რა ინფორმაციას გვაწვდიან და შესაბამისად ვინ არიან ეს ადამიანები, მათზე და მათი ოჯახის წევრებზე შესაძლოა განხორციელდეს ზეწოლა და საფრთხე შეექმნათ. ერთ-ერთი მიქაძე, ჩოხელი, ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ეს ადამიანები ძებნაზე არიან. მათი გავლენების და ბრალში ასახული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მათი შესაძლებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა მოწმეებზე განხორციელდეს ზეწოლა ან სხვა დაინტერესებული პირის მხრიდან სახეზეა. აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარე ვერ გარისკავს, რომ კონკრეტულ პირებს საფრთხე შეუქმნათ ჩვენ ამ პროცესის გახსნით. ელიზა კილაძეს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება, მას 2 მუხლით ედავება საგამოძიებო უწყება, როგორც სასამართლოს ხდომიდან გვატყობინებენ ჩვენ ადვოკატები, ეს წუთია დასრულდა სასამართლო პროცესი, საქმე მოსამართლემ არსებითად განსახილველად სასამართლოს გადასცა, რაც იმას ნიშნავს, რომ წინხმაურიანი სასამართლოს ხდომები გველოდება ელიზა კილაძის საქმესთან დაკავშირებით, როგორც კი დაიწყება არსებითი განხილვა, კიდევ ერთხელ დააყენებენ ადვოკატები შუამდგომობას, რომ სასამართლოს ხდომა იყოს გახსნილი, თუმცა რას იზამს მოსამართლე, გახსნიან თუ არა კილაძის სასამართლოს ხდომას, ეს ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა პროკურატურა ირწმუნება, რომ საქმეში ისეთი მოწმეები არსებობს, რომელთა ვინაობის გამხელაც გამოძიების ინტერესებისთვის მიუღებელია. შესაბამისად, პროკურატურა ითხოვს, რომ ხდომები იყოს დახურული.